მოგესალმებით ქალწულებო, თქვენთან რა გვაქვს, რა არის მოსალოდნელი თქვენთვის 2023-ის მიწურულს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საოცარია პირდაპირ. მართლა როგორი ლოგიკის ადამიანები ხართ, აი მართლა. იცით რატო? თქვენს შემთხვევაში მოცემულობა პირადში ასეთია. მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნიაო კი არა. არამედ პირიქით. თქვენ გაანთავისუფლებთ აქამდე ტყვეობაში მყოფ თქვენს პირად ცხოვრებას და პირიქით იტყვით. მე ძველი აღარ მინდა, ახალი მირჩევნიაო. დიდი განსხვავება არის, ხომ? აღარ მოეჭიდებით ხავს, პირიქით. კარებს გაუღებთ, უკეთეს ხედებს თქვენივე ცხოვრებაში და ფაქტიურად გადაყრით ყველაფერს ძველს. ეს კი სიახლეების საწყისია თქვენს პირად ცხოვრებაში. საინტერესო ადამიანებით დატვირთული. ჯანმრთელობა მეტი უნდა დაისვენოთ, უფრო უნდა მოდუნდეთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ემოციებს, თქვენივე ემოციებს სცადეთ, რომ არ ჩაიხვიოთ შიგნით და არ დატოვოთ შიგნით აი ეს რაღაცა უკმაყოფილება, არასაკმარისობა და ასე შემდეგ. რჩევა. მიიღეთ ყველა გამოწვევა, ანუ მიეცით ნიჩსა გზაფართო. და ცხოვრებასთან ჭიდილში მიიღეთ ყველა ესა თუ ის გამოწვევა და იყავით თავდაჯერებულები. მადლობა ინდივიდუალურად 557 16 73 53 Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები. მადლობა და წარმატებები.